დღეს ვართ მესტიაში. ტარდება მესტიის გარბენი. მესტიაში წელს უკვე მეორედ გაიმართა სამთო გარბენი, რომელიც 5 სხვადასხვა დისტანციაზე ჩატარდა. 7, 21, 46, 71 და 100 კილომეტრებზე. გარბენზე 700-ზე მეტი მორბენალი იყო დარეგისტრირებული. მე და ანდრია 21 კილომეტრს დავრბოდით, ხოლო იოანე, დანიელი და ლევონი 7 კილომეტრს. ჩვენი დისტანციების სტარტი დილის 9 საათზე იყო. უფრო გრძელი დისტანციების მონაწილეებმა სირბილით დილით 6-ზე დაიწყეს. 9-ის ნახევარზე რეგისტრაცია გავიარეთ, ავიღეთ სარბენი ნომრები, რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და სტარტის ხაზთან გადავინაცვლეთ. სტარტის შემდეგ გზა ვიწრო ბილიკზე გადავიდა, რამაც მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო ბუნებრივად მცირე საცობი შექმნა. ჩვენი მარშრუტი მესტიის ცენტრიდან იწყებოდა. გზა ჰეშკილის ქოხებსა და ჰაწვალის გავლით ზურუდის მთისკენ მიემართებოდა. შემდეგ კი წრიული მარშრუტით ისევ სტარტის ადგილს უბრუნდებოდა. მთლიანობაში დაახლოებით 1200 მეტრის აკრეფა გვიწევდა, რაც თითქმის იგივეა თბილისის ფუნიკულიორზე 4,5-ჯერ რომ ახვიდე. მიდანი. მიდი, ხო. Чуть оставил тебе. Андрей чагаемся. Что к этому вахты? Очень рано все убьет. Километры გამოვიარეთ. საათული აღმოჩნდა. დასიცხია. Ანდრია წინის. დრო. იმელოდება. აღმოჩნდა სწორზე კიდე არ აღუშავდა. აღმოჩნდა ძალიან მიჭირს. ფაქტიურად ისე მოვიდა. ეს გარბენი რომ აღმართზე ერთხელაც არ მერბენია. წავედით აღმართზე ხა. ჩექმენდი იყო ნახევარი გავიარეთ. დავუშვიდე. სამთო სირბილის საგზაოსგან სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. ციცაბო აღმართები, ტექნიკური ბილიკები, მუდმივად ცვალებადი რელიეფი და, რა თქმა უნდა, ტყის ულამაზესი მონაკვეთები და მთების შთამბეჭდავი. ესეთ ხედზე ბევრჯერ გიზბენიათ. სწორედ ეს ხდის მას ერთდროულად რთულსაც და განსაკუთრებულად საინტერესოსაც. ჩექმენთან მივედით ჰეშკილის ქოხებთან. Ой, მე. ой, მე როგორ არ მინდა რაღაც ანსები ავიღოთ რა. გამარჯობა. ეს რა არის წვენია? ელექტროლიტებია წყალი. მატრიცას ცეცხლს სვავთ. ელექტროლიტები კაია. გაიკვირდებათ და მჟავი კიტრი შევჭამ. ასწორებს მჟავი კიტრი. მინერალების გარო იცლები ეს
მარილიანი კაია. ელექტროლიტები დავალიათ და გავაგრძელეთ. გავლილი გვაქვს 8.5 კილომეტრი დაახლოებით. სადღაც 1 კილომეტრი ნახევარი დამჭა და ჭოარი მაგდა საშინელი. აღმართი იყო საშინელი ვარა. სუქიანი იყო. ტალახები. პეხები ტალახიანი მაგდა. ისეთი საბუა აღმართი იყო, რომ ყველაფერი სადიოდა სერვისას ძალიან რთული იყო. თავიდან შეგმოინდის მე სწრაფად ავიწყე სერვიმ და მან დამერხა. ჩარდი მე ეგრევე გამიწვა სერვიმ და ხა შეიძლება ნელი ტემპით მივდივარ, რომ ამერად ჩავახტიო დაბლა. 10 კილომეტრი გავიარეთ. აღმართამდე დაგჭა 3 კილომეტრი და მე დავეშვებთ. იმედია ბატარეა გვეყოფა. ბოლო აღმართი ზურლამდე. მე ვედით. აწყოტელები ვარ წელში და ნახოთ რა იქნება. აიმე 12.5 კილომეტრი გამოვიარეთ. ჩეკპოინტ ამოვედით. ეს არის უმაღლესი წერტილი. უშვა არ ჩანს ამალები. უშვა. მარშრუტზე მოწყობილ ჩეკპოინტებზე მონაწილეებს სხვადასხვა სასმელი, ხილი და ენერგიის აღდგენის მეთოდი ხდებოდა, რაც ასეთ რთულ დისტანციებზე ძალიან სახსადგმელი ნამდვილად მნიშვნელოვანია. აი წინ არის უშვა. ჩამოვდივართ და აი ესე უნდა ჩავიდეთ. ჩავდივართ მესტიაში. 15 გავიარეთ. 6 დაგვრჩა. რთული ბილიკია. რთული სარბენი. დაღმართთან ფეხები. მეკეცება. ვეღარ. ფეხებს ვახტიროთ. ვეღარ ვუჟნებ თავის თმითეს. ახლა დასრი არის სანდაკანტებად. ძალიან დიდია და ოიმე. დაბლა ხმა ისმის. ვახლავდები. ეს 3 კილომეტრი დაგვრჩა. ჩამოვედი მესტიაში. 200 მეტრია დაგვრჩა და ეგარი. ეგარი, მაგრამ ვეღარ მივდივართ. Aynen. Sergey Kurushkin, Magnus Neres, Andrea Mamniashvili, Irakli Mamniashvili. Aynen. 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 Aynen Andrea. შენ დაიღალე. როგორ ახარდანი? ამენია ორჯერ. საგელია? იცი რომ მოგიდა? როგორ ის იყო ჩამოსაჭი. 21 კილომეტრიანების შემოწევა ხალხად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 ad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 
არა და ძალიან ბევრს ვასწრები და რომ მოვედი მე თითქმის ყველა ჩემ წინ იყო. იმათ რა თქვა არ გამჭირებია საერთოდ მშვენიერი იყო და სახალისო იყო რა. ჯარაშვილი და შევხვდებით შემდეგ მარათონში. დავაფინიშეთ ყველა. ჯოიკო მირბინა 7 კილომეტრი, დანიელმა 7 კილომეტრი, კამერამენმა ლევანიმაც 7 კილომეტრი. მე და ანდრიამ 21 კილომეტრები. კარგი იყო ხეობაში მოყოფილებას განვისდი, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ. ყველა მომენტში არ ვიყავი დაღლილი, მაგრამ რაღაც მომენტებში ვიღლებოდი ხო და მამა ტურბო ბუქსირით ავყავდი ხო და რა ვიცი, მე მომეწონარბე. ეხლა აი დაიმახსოვრეთ, ეხლა აი ამ გარბენზე ვინც პირველ ადგილი აიღო, მე გზა რა შევშო და ვერ აიღეთ მაგ პირველ ადგილს. გაგიმარსოთ ეგრე არ გავიცემა. თუ ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დააჭერეთ ლაიქს და გამოიწერეთ არხი. ეს ჩვენთვის დიდი мотиваციაა, რომ კიდევ უფრო საინტერესო თავგადასავლები გაგიზიაროთ. მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში ახალ ადგილებში, ახალ თავგადასავლებში, ახალი გამოწვევებით. ნახვამდის.